გამოდიო სასწრაფო თათბირზე. 12 საათსა და 25 წუთზე ნომერ მე-5 საგუშაგოს კოშკურასთან პატიმრემა ატეხეს ჩხუბი. ჩხუბი სულ უფრო მზაბ სახეს იღებდა და 7 წუთის შემდეგ თელბანაკს მოედო ჩემი ბრძანებით გამოცხადდა განგაში. სწორედ ამ დროს ბანაკის ზონაში იდგა ხეთყი დატვირთული შემადგენლობა. მასალა ხიზდამამუშავებელი სამეფოსათვის იყო განკუთვნილი. 12 საათსა და 40 წუთზე გათვალისწინებული იქნა, რომ მორჩილებიდან გამოსულ ბრბოს შეეძლო ალყაში მოემწყდია როგორც დაცვა, ისე შემადგენლობის პერსონალი. ჩემი ბრძანებით შემადგენლობამ ბანაკის ტერიტორია დატოვა. 13 საათსა და 8 წუთზე წესრიგი აღდგენილი იქნა. გადაძახების შემდეგ დადგინდა, რომ ბანაკიდან გაიქცა 2 განსაკუთრებით საშიში ბოროტმომქმედი. ოთარ დავითიძე ობოლაძე, ზედმეტსახელად ინტელიგენტი. და ჯუღა ნიკოლოზიძე სალაყაია. ეს გამოირკვა ჩხუბის დაწყებიდან 2 საათისა და 15 წუთის შემდეგ. თქვენი დასკვნები? შესაძლოა დამნაშავენი ვაგონში დაიმალნენ და ასე შეძლეს ბანაკის ტერიტორიიდან გაპარვა. შესაძლებელია. საინტერესოა რა მოსაზრებები აქვს სამძებრო განყოფილებას. ამხანაგო პოლკოვნიკო შეიძლება? ბრძანეთ. ჩემი აზრით უნდა გამოირკვეს პატიმრემმა ისარგებლეს ამ აურზაურით თუ თვითონ მოაწყვეს ჩხუბი გაქცევის მიზნით. მე მგონი ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. დაამუშავეთ ეგ ვერსიაც. არის სამხანაგო პოლკოვნიკო. დავამთავროთ. განაგრძეთ ძებნა. შეიძლება? შემოდი. გამარჯობა შაობოლა. ტაჯიკი.
ვინ გაგალამაზა? არ ვიცი მაგისი. აქ ისეთი ამბავი იყო? მაინც? არ ვიცი. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. რატომ? არ ვიცი. ძალიანაც კარგად იცი. ხომ იცი, ეგ ჩემთან არ გაგივა. სხვა ბანაკში გადამიყვანეთ. სახლთან მინდა ახლოს ვიყო. ვეცდები. კარგი იყო სავანტყოფოში მოვწყობილიყავი. მე ვაჭრები რა. მარტო ჩხუბის ამბავი გაინტერესებს თუ სხვა რამეც? შენ კარგად იცი მე რაც მაინტერესებს. ო, კარგი, გეტყვი. პატარა ბიჭი ვით გამაბითურეს. ძაღლის შვილი იყო, ეხლა მივხვდი. შუხური სიაფანცე ატეხეს. ინტელიგენტი და ჯუღა მოტყდნენ. მე კი ეს შემრჩა. კიდევ რაც მეთქვა შეუგოლა. რას არ ამბობენ, მაგრამ ძნელია თქმა. რას ამბობენ? ეს რომ თქვა, გამასაღებენ კიდეც. აღარ მენდობი? ილაბარაკე. ბიჭები ამბობენ, რომ ერთმა საქმის კაცმა ობოლაძეს მისამართი მისცა. ვინ მისცა? იყო აქ ერთი ანტონ ფურცვანიძე. ახლა სად არის? სავანტყოფოში. ნუ სიმულიანტობ. წადი იმუშავე. არ მოგვეძრდა ყოველდღე აქ სიარული. აღარ დაგინახო მეორე დაქმოსული. გასაგები. წადი. უკაცრავად გისმენთ. არა უშ. თქვენთან წევს პატიმარი ანტონ ფურცვანიძე. უნდა ვნახო. სამწუხაროდ დაგაგვიანდათ. როგორ? დამოგვიანდა. გარდაიცვალა. როგორ თუ გარდაიცვალა? დროებითი მხოლოდ ჩვენი სიცოცხლეა. სიკვდილი ჩვენ არც მოსვლას გვეკითხება და არც წასვლას. სამედიცინო დასკვნას შეგიძლიათ გაეცნოთ რეგისტრატურაში. კარგით. გისმენთ? ძაფი გაწყდა. რა? ძაფი გაწყდა. რა ძაფი? ანტონ ფურცვანიძე მოკვდა. მერე? ანტონ ფურცვანიძე ხომ ერთადერთი ძაფი იყო. ჩირგაძე, იმის მტკიცებას ხომ არ დამიწყებ, ფურცვანიძე უჰაეროსებში ცხოვრობდაო. კი, მაგრამ თქვენ ხომ თვითონ იცით. ჩირგაძე, ბოროტ მოქმედით საზოგადოებაში ცხოვრობენ და იმდენი ძაფები აკავშირებთ ადამიანებთან, ძალიანაც რომ მოინდომო, ყველას ვერ გაწყვეტენ. მე მგონი საჭიროა ხელმეორედ გამოვითხოვოთ და შევისწავლოთ ფურცვანიძის საქმე. შეიძლება იქ კიდევ ბევრ საინტერესო ძაფს დავაწყდეთ. გესმის? ჩირგაძე, გისმენ? შენ ხომ ასე ფიქრობ? დიახ. ხო და ეძიე, იფიქრე და მომეცი საშუალება ვიამაყო იმით რომ შენთან მუშაობ. ხედა რა რაც ისროლე აი მაშია ეს გეკუთრის რა ჩემ ბრალია ნახე რა ნახე აი ნახე რა ლამაზია რა ნახე რა ჩავარდა აი ცა გოგო ხათუ ბიჭი აბა კიდე ჩა არ ჩავარდა ეს შამპანური ჩემია გაჩერებული ხარ, მოგეცი. Kur გაიღე?
გამოხვედი. საქმე მაქვს შენთან. შენ ჯერ ვადა არ გაგთავებია. უკვე ორი დღეა ქალაქში ვიღაცას დაეძებენ. შენთან იყვნენ? არა, შემეშვენ, დამივიწყეს. მე აქ ჩემთვის წყნარად ვარ. მუშაობ. ჩვენ ერთად გამოჩდე. საშიშია. ვინა მინდა ერთი ორი დაგეთ. ხუმრობ? ვისთან მიხვალ? არც ეგრეა საქმე. შენ მარტო წამოდი. ჯოღასთან ერთად. მე შენ მჭირდები. ჩემი სანადერი კაცი. ვის რაში უნდა დასჭირდეს? გათავდა ჩემი დრო. მორჩა. კარპოვიჩის აღარ არის. მოწყდა. ხო, ვიცი, მითხრეს. ამბობენ პენსიაზე ოცნებობსო. ცოდე არ არის შენი კვალიფიკაციის ადამიანი. პენსიაზე იყოს. რა გაიწყობა ჩემოთა? ხო, ისე როგორ ახარ ყოფნის? მინუს თვალი გაქვს. თუ შავლე არ გავუშვი. არ ხეინეთ ცხოვრო. არა. ვერ ახარ. პენსია ჩვენი საქმე არ არის. მე შენთან უსაქმოდ არ მოსულ ვარ. ჭირდები. თუ რამეში გამოგადგები? მომისმინე. რახან შენთან მოვედი, ესე იგი გამომადგები. პირველად შენ ცხოვრებაში გაგიჩნდა შანსი კონდეს აგარაკის შავი ზღვის პირას. და წყნარად ძარცვა დამსვენებლები გესმის ჩემი. თანაც სახელმწიფოსაგან პენსიას მიიღებ. ერთხელ უკვე ვიყავი თეთრი ზღვის ნაპირას. ოღონდ ცივი იყო ის ოხერი. გაბოზდი? არა, გეხუმლე. კარგად დაიმახსოვრე. სასტრაფოდ ჭირდება ფული. ხო. ნორმალური ტანსაცმელი და საბუთები. ერთი წამპალი ბიჭი. ვინ? ამაზე მერე. ვინა? ვინას მე თვითონ ვიშავ? ახმედ, სათქმელი გაქვს რამე? როცა ახმედ სათქმელი აქვს, ის ამბობს, როცა არა ჩუმად არის. უფროსო, ხომ მიცნობ, არასოდეს არ ავტყვი. აბა ერთი მიდი. ეხლავე. უკვე მოვილაპარაკეთ ოთარჯან. კარგი მძღოლია, საიმედო კაცი, საქმეშიაც ნამყოფია თანაც, ძველი სპორტსმენია, სამბისტი. მანქანა ისეთი ადგილიდან წამოიყვანა, დიდხანს არავინ დაუწყებს ძებნას. ჩემს ასაკში დამსახურებული დასვენების მაგივრად თავიდან ახალი ცხოვრების დაწყება. მერე ვინ მასწავლა ეს ახალი ცხოვრება? და ყველაფერი მახსოვს. შენ რომ გამოძვერი და მე რომ აყორყუტეს. ეგეც მახსოვს. ყველაფერი მახსოვს. მე შენ ყოველთვის შვილივით მიყვარს. შვილივით? აი დღეს მე რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, გესმის? შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის კი არა, ფულისთვის, კარპოვიჩი. ფული კი გექნება. დიდი ფული გექნება.
და შენ კარგად იცი. კი, მაგრამ აი, მოვჭით. ო, მოვჭით. მარ მოვჭით გა. გამორჯოს. ამომიტანეთ ანტონ ფურცვანიძის საქმესთან დაკავშირებული მთელი მასალა. მე მაინც მგონია, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული ობოლაძისა და სალაყაიას გაქცევა. ბოლო ხანებში ძალიან დაახლოებულან. პროფესიონალი რეციდივისტი, რამკიანი ქურდი, ობოლაძე და ინჟინერ ეკონომისტი ფურცვანიძე. უცნაური მეგობრობაა. არა? აგითხრათ, ბანაკში ვინ ვის უახლოვდება, ჩვენ რას გავიგებთ? მართალია ჩირგაძე მხოლოდ ერთი წელია რა ჩვენთან მუშაობ, მაგრამ იმდენი კი უნდა იცოდე, რომ საზღვარი პროფესიონალ რეციდივისტებს შორის იშვიათად ირღვევა, უმიზეზოდ. ხო და მინდა დამიდგინო, რომ თავისუფალი ხარ. აი ანტონ ფურცვანიძის საქმე. კარგად შეისწავლე, არაფერი გამოგრჩეს. მერე წახვალ ფაბრიკაში. ფიქრობ იქ ბევრი რამე გაირკვევა. ეს ბიჭია. ვინ არის? მისი ყოფილი მეზობელი, ლაწირაკი. საფკარიცა მთელი ქვეყნის ვალი აქვს. გალოკინი თითივით მარტოა. შენი ვალი აქვს? ცოტა არა გმარა, კიდე მიეცი. ბევრი მიეცი. გაგიჟდი? კიდევ მივცე? გააკეთე, რასაც გეუბნები. ფულების ასე ფლანგვა. ისე კენი, სულ წააგოს ყველაფერი. ეს ბიჭი დაგჭირდება. ხვალ შენთან მოიყვანე. თქვენ მართალი იყავით ამხანოგო მაიორო. ყველა ძაფი არ გაწყვეტილა. მე ყურადღებით გავეცანი ფურცვანიძის საქმეს. საქმეში ხშირად ფიგურირებს ვინმე ჩლაიძე. ჩლაიძე? დიახ, ჩლაიძე. გამარჯობა. გამარჯობა გურა. ისინი ერთად მუშაობდნენ ფაბრიკაში. ფურცვანიძის საქმეში ის მოწმედ გადიოდა და ალბათ ჩვენთვის საინტერესო ბევრი რამე ცოდინებდა. ყოჩახ ჩირგაძე. გამარჯობა. ცდილობ ამხანაგო მაიორო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გაქცეულების ზებნა როგორ მიდის? სახარბიელო არაფერია. ყველა ზომები მივიღეთ, მაგრამ ძებნამ შედეგი არ მოგვცა. ვფიქრობ, რომ მათ ვერ შეძლეს ქალაქის ფარგლების დატოვება. დარწმუნებული ხართ? თითქმის. ძველი კავშირებით შეამოწმეთ. შევამოწმეთ ამხანაგო პოლკოვნიკო, მაგრამ ამას დრო ჭირდება. დრო არ ითმეს. მესმის.
ხარ? ათუ ჩეკეღავთ. ჩამოვდივარ. ხო. მაშენია? ხო, თარჯან. სიმპათიური ყოფილა. აცხონოს ღმერთმა. მაგდენი ფული რომ ქონოდა, მეც სიმპათიური ვიქნებოდი. პირველი გილდის ვაჭარი იყო. აი, პაპა ჩემი. შეხედე თარჯან. დედა ჩემის მხრიდან რა. დიდი ვინმე იყო. ერევნის მოედანზე ნახევარი ქარვასლები მაგას ეჭირა. მაგარი ენა ყოფილა. მე რა მოვიდა? პაპა ჩემი, მადლობა ღმერთს რევოლუციას ვერ მოესწრო. მამა ჩემი კი მერე ღამის დარაჯად მუშაობდა. ხო ხედავ, მამა შენი. რა შევადრო. მამა შენი სახელმწიფო ქონებას იცავდა შენ კი? ახლა მაგის დროა. ერთი ეს მომეცი. იცი საერთოდ თავის საქმე. ვინა? მაისევიჩმა? დიდი ხელოვანია და მერე როგორი. მივდივართ მოხუცები და ვინ შეცვლის. აფსუს, ვის შევა ეს ქვეყანა. აი დარწმუნებული ვარ ამ სასმისით ამ ოჯახში არ დალეულა. ახლა ვინ იცის მაგათი ნამდვილი ფასი. ჯენაზე არა ხარო თარჯან. არ გინდა გაკეთე. ამ ჩიქებით რა ხალხი სვამდა. იმდენი ფული გაქვს ნაშოვნი. სულ ოქროს ჭურჭელზე უნდა ჭამდე და სვამდე. მოიცა. მოვიდა. ნუკრი, მოდი. შემოდი. ესენი ჩემი ძველი მეგობრებია. დაჯიკი. ეს ის ბიჭია რომ გეუბნებოდით. შვენიერი ხმაწვილია სტუდენტი. ერთი სიტყვით ერთად მოვილაპარაკოთ ჩვენ საქმეზე. ასეა ჩემო თარ. რა შემეძლო ვეხმარებოდი. როგორც ახლონად ესავს, ისე ყველაფერში ხელს უწყობდი. ფული? აგეთაყვა ფული. ახლა თქვენ თვითონ იცით, რა ძნელი საშოვია ჩვენს დროში ფული. მე და ჩემმა ღმერთმა არ მეგონა თუ ასე დამთავრდებოდა. დამღუპა რა, დამღუპა. ახლა მე მის კაცი ვარ, მილიციაში წავიდე, ვიჩივლო. ჩვენ კაცები ვართ. კაცურად მოვილაპარაკოთ, გადავწყვიტოთ. ერთი სიტყვით ვიჩიეთ, გადაწყვიტეთ. რასაც მეტყვით, მე ყველაფერზე კარგი, ხო, დაწყვეტილი, კარგი. ხო. გამოსავალი რა არის? კანონია ზე. არა და ეს ბიჭის ცოდვა. თორჯან მეგული არა მაქვს. გული როგორ არა გაქვს? რა ქვია შენ ბიჭი? ნუკრი. ნუკრი. მაშასე ნუკრი, ჩვენც ადამიანები ვართ ალბათ. ყველაფერი გვესმის. მე პირადად მეწოდები კიდეს. ეს მქონია რაღაც შეცდომები, როგორ არ მქონია. მაგრამ მე თვითონ გამერთმებია თავი. ამბობენ ჩვენი კანონები ულმობელია, მაგრამ დამიჯერე. სამართლიანია და უნდა მივდიოთ მათ. შენ კარგი ბიჭი შენ ხარ ნუკრი. შვენიერი ბიჭია. ნუ მაწყვეტინებ. მოდიეთ რჩევას მოგცემ. როგორ ითამაშებ? არ არის ეგ შენი საქმე. ისწავლე, იმეცადინე. იქნება კაცი გამოხვიდე ნუკრი. დამიჯერე.
რაც შეეხება შენს ვალს. კარპოვის მე გავუსწორდები. აგა შენა ღმერთმა. მოკრე. აი იგივე ჩვენი კანონებით შენი ცხოვრება ეხლა გახრეტილი შაურიანის ფასად არ არის. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. შეგამოსავალი კი არის. ისე ჩვენც აგვაქვს ჩვენი პრობლემები და საჭირი. ჩვენი ძალა ერთმანეთის გატანაშია. კაცი უნდა დაეხმაროს კაცს. მაშინ როგორ? აი მეც მაქვს შენთან ერთი პატარა სათხოვარი. იმედია ვარს არ მეტყვი. რას ამბობ პოტარჯან, იმის შემდეგ რაც შენ ძალიან ის კარგი. აი ეს დაგეხმარება. ცოტა ნერვიული ბიჭია. არ უყვარს ეცა ყურს არ უგდებენ. მოკრე ხო გაგიგონია. ვალი გადახტითაო. ქალი მზითვითაო. მე შენ დაგეხმარე, შენ მე დამეხმარები. არ გაგიჭირდება რომ გაშინე. მე შენ შენთვის, მე ჩემთვის. მოგილაპარაკეთ? აი ხომ ხედავ ნუკრი. რა კარგად გადაწყდა ყველაფერი. ეხლა წამო, ამათ ხელს ნუ შეუშლით. ახლა ხვალინდელი ჩვენი საქმე. უგრი, ნინო ჯერ არ მოსულა. ვიცი ძიანიკო, კონსპექტები მოუტანე. კარგი, კარგი, ეხლა გაგი. გეიშლის ვერსახოცი. გამოვიყო. იმედი არ ამას ისულელეს არ გააკეთებ. მე ახლა ბევრი დრო არ მაქვს. შენთან გამოგზავნა საერთო მეგობარმა ანტონ ფურცვანიძემ.
მითხრა ისეთი გულის პატრონი აინახე, შვილივით მიგიღებსო. შენ კი? რაღაც მოუბარებია შენთვის. და მე მთხოვა გამოართვიო. გამიგე? ერთად გიშოვნიათ, ბიძაჩემო, ერთად. ხოდა მე ახლა უნდა წავიღო. ხმას რატომ არ იღებ? ნიტრო. არ ვარ გაესე. რა? ნიტროგლიცერინი. ნიტროგლიცერინი. მაცალე ბიძაჩემო, მაცალე. სად არის მონეტები? ნიტროგლიცერინი. აი წამალი. გინდა? გდები. მოიცა მუჩქარობ? მუჩქარობ. მოასწრებ სიკვდილს. ნუ თუ აი ეს წამალი არ ღირს, მთელ შენ ოქროთ. თქვი სად არის? ხმა მოიღე ბიძაჩემო. ნიშნი. აი ეს ღირს რამეთ. არ ღირს ეს არაფერი. შემომხედე, მიპასუხე, ღირს თუ არა? გინდა? გინდა თუ არა? სად არის მონეტები? ვიტყვი თუ არა სად არის მონეტები? შენი. არა ხარ შენ ცუდად. არა ხარ შენ ცუდად. არა. აი ეს არაფრად არ ღირს? აი ეს. არ ღირს არაფრად. არ ღირს არაფრად, არ ღირს. შენი. არ ღირს არაფერი. არა ხარ შენ ცუდად არა. რა? აბა ხმა მაღლა მითხარი? ხმა მაღლა. ამოიღე ხმა. აბა მითხარი, ჰა? ჯოგა მიდი კი ბიმონახე. ჩქარა მიდი. ოჩახ ბიჭი, ოჩახ. მაგრამ ერთი შეცნობა მოგვივიდა. ჩვენ ყველა ხელთათმანებში მუშაობდით, ჩვენ კი? ხო. ეს როგორ მოგვივიდა ოთარა? ბინაში მხოლოდ შენი თითის ანაბეჭდებია. მოგაგნებენ, მე ვერ გაგწირო, ვერა. ქალაქიდან ერთად უნდა გავიდეთ. ო, ეგრე აჯობებს. სხვათა შორის მე? ჩვენთან ერთად წამოხვალ. როგორ? ჩვენ ხო შევთანხმდით. მომეცი ჩემი წილი და გესმის ოთარ. აი ეს რო გასაღდება, შენ წილს მერე მიიღებ. ხო.
როგორც შევთანხმდით, მანქანას ბაქოს გზაზე დააგდებ. კარგად იღავ. მიდი კაცო, მიდი. გისმენთ? ამხანაგო მაიორო, ვაშლისხევის ქუჩა ნომერი 3, ბინა 5. სახლში აღმოჩენილია ბინის პატრონის პენსიონერ ნიკოლოზ ჩლაიძის გვამი. მოკლეს? არ ვიცი, ძალადობის კვალი არ შეჩანს. სახეზეა გაძარცვის მცდელობა. მოვდივარ. კარგით. გამარჯობა თამხანაგო მაიორო. პროკურორი ჯერ არ მოსულა. გამარჯობათ. 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 როგორ არის საქმე? დათვალიერება მოგცათ რამე შედეგი? მუშაობა ახლა დავიწყეთ. თითების ანაბეჭდი არის. რომელ საათზე მოხდა დანაშაული? დანაშაული მოხდა დაახლოებით 15 საათსა და 20 წუთზე. ახლობელი ან ოჯახის წევრი არის ვინმე? შვილია. კარგი ნინო. დაწნარდი. რამ დამშვიდდება დარეკოს? კარგად. მილიციისა და ავტოინსპექციის მორიგე თანამშრომლების საყურადღებოდ ცხადდება ძებნა წითელი ფერის ჟიგულის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მანქანებს, რომლებიც ქალაქიდან გადიან. მოდი კაცო, თუ თამაშობ ითამაში. რა ვქნათ მომშვიდ, აღარ შემიძლია. შეიძლება სოქსია კაცო. აბა მოვიდა, დაგვარი ყოსო. მოვიდა. მომეცი? აბა მიატოვე თამაში, დაჯერე. დათო, დააგდე გიტარა. რა საჭმელია? ეს გახსენი. აბა, გასახსენელი მანდებს. რა ვიტყოდ? გისმენთ? ბატონი ზაზა ბრძანდებით? დიახ, ზაზა ვარ. მაპატიეთ ასე გვიან რომ გაწუხებთ, მე ნინო ვარ. ნინო ჩლაიძე. ნინო. ახ, გამარჯობათ ნინო. გისმენთ? ბატონო ზაზა, ძალიან მინდა თქვენი ნახვა. რა მოხდა? კი ბატონო. სახლიდან ვერ გამოვდივარ, მეშინია. რისი გეშინიათ? ძალიან მეშინია. ნინო, დაწნარდით? მე ახლავე მოვდივარ. უგაცრავად ბიჭებო, ახლა დამიწვა ჯიჟღინ და ლაილაი. დათო, შენ გნიშნავ თამადად. მოუვარი ამათ. შენ ბიჭო ჭვიანად იყავე. ნახევარ-საათში აკავარ. ვიცი შენი ნახევარი საათი. არ გვეღირს ამ სახლში წნარად პურის ჭამა. ვერაფერი ვერ გავიგე, მამას არ შეიძლებოდა ასეთი თანხა ჰქონოდა. და კიდევ სამი ჯურის გარდა რევოლვერიც დაიკარგა. რევოლვერი? დიახ,
იცით, ბინას ვალაგებდი და შემთხვევით ვნახე წიგნების უკან. როდის მოხდა ეს? სწორედ გაძართვის წინა დღეს. ამდილით ვეძებე და ვერ ვიპოვე. ნინო, იარაღს იცნობთ? რას ამბობთ საიდან? აბა აღწერე თუ როგორი იყო? ჩვეულებრივი პისტოლეტი იყო, როგორ გითხრა? ასეთი იყო? არა, აი აქ რაღაც კიდევ ქონდა. აქ რა? მრგვალი. დიახ, თვითონ შავი იყო და ყვითელი ტყვეები იყო. ესე იგი რევოლვერი ყოფილა. შემდეგ. საიდან გარსდა ჩვენთან ამდენი ფული, იარაღი? ნუ თუ ქურდებმა იცოდნენ ეს და ამისთვის მოვიდნენ. თუ კი ასე ალბათ ისევ დაბრუნდებიან. დაწყნარდით, ნინო. მამასთან დაკავშირებით ბოლო ხანებში ხომ არ შეგენიშნათ რამე საეჭვო? არაფერი ისეთი. თითქმის არაფერი. იცით, მამა პენსიაზე გავიდა, შინ ჩაჯდა, საქმიანობდა, სტუმრადაც იშვიათად დადიოდა. აღარც მის მეგობრები აღარ მოდიოდნენ ჩვენთან. ამას თავისი სიბერით ხსნიდა და უფულობასაც აბრალებდა. იმასაც მეუბნებოდა, ჩქარა გათხოვდიო. მე კი ამაზე მეცინებოდა. მეტი არაფერია რა? არაფერი. ამ ბოლო დროს რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, არაფერი გამოვიდა. რატომ? თავის ხელით უნდოდა ყველაფრის გაკეთება, მაგრამ მარტო ამ კარნიზების გამოცვლა მოასწრო მხოლოდ. შემდეგ კიბიდან გადმოვარდა და ამით დასრულდა რემონტი. ეს ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული მოყვარულის გაკეთებული საქმეა. ძარცველი შევიდა ბინაში, წაიღო ერთადერთი ნივთი, სამაჯური. ჩლაიძე კი ამანტყოფი ადამიანი აღელდა და გულის შეტევით მოკვდა. შემდეგ დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ჩვენ ხელთა გვაქვს ქურდის თითების ანაბეჭდები. ხოლო ისეთი ნივთის პოვნა, როგორიცაა სამაჯური, სიზნელეს არ წარმოადგენს. ბოროტმოქმედი მის გაყიდვას შეეცდება და სწორედ აქ ბედნიერი კაცი ხარ, ლეიტენანტ. შენთვის მუდამ ყველაფერი ნათელია. მაგრამ მე ამ საქმეში ბევრი რამ საეჭვოდ მიმაჩნია. მაინც რა? ჩირგაძე, ეს მითხარი. შენ თუ გაეცანი საფერფლეში ნაპოვნი ფხვნილის ანალიზს? დიახ, მე დავაზუსტე. ჩლაიძე გულით ავანტყოფი კაცი იყო, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას ნიტროგლიცერინი ჰქონოდა. ხო, მართალია. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიტროგლიცერინი აღმოჩნდა საფერფლეში, მაშინ როცა ადამიანი გულის უკმარისობით კვდებოდა. აბა თქვი რატომ? ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ისეთ ავანტყოფს, როგორიც ჩლაიძე იყო, ეს წამალი ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას აქვს. არც საფერფლეში უდეთ და არც ნაგვის ყუთში. თუმცა ექსპერტიზამ ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკვლელობასთან გვაქვს საქმე. ქურდი მხოლოდ სამაჯურისთვის არ იყო მისული. მაშრისთვის. აი ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი. ნუ გონია რომ ბოროტმოქმედს დაქტილოსკოპური ანაბეჭდებით ან სამაჯურის გაყიდვისას ვიპოვით. ასე რომ ბევრი სირბილი მოგვიწევს. ხო მართლა, როგორ მიდის ჟიგულის ძებნის საქმე? ვეძებთ ამ ხანაგომაიო. გამარჯობათ. ნინო, კიბე ხომ არა გაქვთ? აი, კაი. რა ხდება არ მესმის?
აქ დარანი იყო. ერთი მონეტა გაეჭხირა და შეჩარჩა. ნინო, გაფრთხილებთ, ამაზე სიტყვა არავისთან არ დაგცდეთ. კარგით? და რაც შეეხება მძარცველებს, ნუ გეშენია, ახარ დაბრუნდებიან. რაც სასაღები იყო წაიღეს. აბა, თქვენიც. ის გარდა, რომელიც ქალიშვილის სახელზეა გახსნილი, ბინაში აღმოჩნდა დარანი. სადაც მეფის დროინდელი ოქროს ფულები ნახებოდა. ოქროს მონეტები. აი ამ ერთის გარდა გადაცებულია ქურდების მიერ. ეს შემთხვევით ჩარჩა მილის ბოლოში. როგორ ფიქრობთ, საიდან ქონდა ჩლაიძეს ეს განძი? არ ვიცი, მაგრამ დავადგინეთ, რომ ფუცვანიძის საქმეში ძიებამ ბოლომდე ვერ გაითვალისწინა ჩლაიძის როლი. ჩლაიძე საქმის გახსნამდე ერთი წლით ადრე გავიდა პენსიაზე და ამით ალბათ იხსნა თავი. ფიქრობ, რომ ფუცვანიძე თავის წილს ჩლაიძესთან ინახავდა. შესაძლებელია მთელი ეს კომბინაცია ერთად ჰქონდათ ჩაფიქრებული. და მერე როცა საქმე გაიხსნა, ფუცვანიძეს არც უხსენებია ჩლაიძე. ყველაფერი თავის თავზე აიღო. მისმა თანამონაწილემ კი მთელი ნაძარცვი მიისაკუთრა. და როცა ციხეშემჯდომი ფუცვანიძე მიხვდა, რომ მშრალზე რჩება, გადაწყვიტა შური ეძია და ჩლაიძეს ბანდიტები მიუგზავნა. რაც შეეხება ჩლაიძეს, კოლელობა არ დადასტურდა. მას რით გარდაიცვალა? გულის უკმარისობით. გასაგებია. ახლა ბანდიტების ამოცანა როგორმე დატოვონ ქალაქი. შენ რა გაგაცინებს? როგორ მოწყობდნენ, ა? სულელები ტყუდებიან. შენი ხნის კაცმა ეს უნდა იცოდეს. ისა, რაზედ მეუნები? ხუმრობ. მე რა ხუმრობ? შენ ძალიან კარგად იცი. მე დეილაპარაკე. მოინანია ცოდვები. კაცი არა ხარ. რა ცოდვები? აკი შევთანხმდით. მიგვაქვს მხოლოდ მონეტები, ა? კარბო. ოთაჯან. მაპატიე რა. გამოტვინებულ ბედერს.
იცი რა, აი შეფრევით მომივიდა, თვითონ არ ვიცი როგორ წამოვიღე. აი სიხარბემ წამძლია. წაიღე და მაპატიე რა. წაიღე კაცი არა ხარ. წაიღე. გამიგე რა. ხო მაპატიე, ოთარ. სიხარბიდან ღალატამდე ერთი ნაბიჯი. ამიტომაც არ გაგიშვი. გააჩერე. თამო ჰაერზე ვილაპარაკოთ. მე გადმოდი გარბოვიჩი, გადმოდი. არ მიდა ოთარ. კი. არა, მე არ მიდა ოთარ, არა. თამო. ოთარ. არაფერია. ეგ ბრიყვის შორს მაინც ვერ წავა. სტუდენტი ნუკრი ნატროშვილი. მისი თითების ანაბეჭდი ემთხვევა ჩლაიძის ბინაში ჭიქასა და ზარის ღილაკზე აღმოჩენილ ანაბეჭდებს. წითელი ჟიგული 2 საათის წინ ბაქოს გზაზე იპოვეს სასაფლაოსთან. მანქანა ეკუთვნის ინჟინერ დიშელს, რომელიც მივლინებულია საზღვარგარეთ. ეს გვამი მტკვარში იპოვეს. ჩვენ კი მას ქალაქში ვეძებდით.
როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთი გარეგნობის ადამიანი ბოროტმოქმედი აღმოჩნდებოდა. გესმით ალბათ რა ადვილია მარტო ხელა ქალის მოტყუება. ხალხსაც თუ საწინააღმდეგო არაფერი აქვს რა? დამიჯერეთ, არც კი ვიცი მე როგორ აღმოჩნდეს ჩემ ბინაში. კარგით, მე არ მაინტერესებს თქვენი ზნეობრივი მხარე. საქმეზე ვილაპარაკოთ. მოქალაქე მენაბდე. მე არაფერი არ ვიცი მეტი, დილით გაქრა. კაცაგებია კიდევ? ბინაში არაფერი დაკარგულა. მანანა, ნუ თუ მეტი არაფერი არ გახსოვთ. აბა დაფიქრდით. ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს ღამით. რა ღამით? რომელიღაც ქალაქს ელაპარაკა. ისეთი ზარი იყო. თქვენი ტელეფონი? 36-17-01. უკაცრავად. ჩვენ მივიღეთ საკალათაშორისო საუბრის ანგარიში. მე მგონი შეცდომითაა გამოწვეული და გთხოვთ შეამოწმოთ. თქვენი ქვითარი. ქვითარი ალბათ შინ დამრჩა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ნომერი? 36-17-01. იცით, სწორედ გამიგეთ. გადახდით გადავიხდი, მაგრამ არც მე მილაპარაკია, არც ცოლს. მოქალაქე, აი თქვენი შეკვეთის ნომერი. არავითარი შეცდომა არ ყოფილა. ამათვის 16-ში თქვენ შეგაერთეს ბათუმთან 3 წუთით. მე შემაერთეს? ვინ შეერთეს, მე არ ვიცი, მაგრამ საუბარი შედგა. უკაცრავად რა ნომერთან? 3-12-57. ალბათ შემა ბიჭმა თუ ვილაპარაკა. ეგ შინ გარკვიეთ. ესე იგი ამათვის 16-ში ბათუმთან. ჩემო პროფესიამ თითქოს მიმაჩვია, რომ არაფერი არ უნდა მიგვირდეს. მაგრამ როცა შევიტყვე, რომ ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ცნობილი კბილის ექიმი, ოქროს მონეტების შემსყიდველი ყოფილა, ძალიან გამიგვირდა. საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია. მართალი გითხრა, არც ახლა მჯერა. ჭკვიანი ყოფილა. სუფთად მუშაობს. რა ვიცი, ეგერ 2 დღეა დავსდებთ. და ჯერ არ შეხვედრია. რომ შევხვდებიან, ხომ დაიჯერებ. რა ვიცი, ნახოთ. მოთმინება ცოტა მოთმინება. სასწრაფოდ, პლაჟზე. თუ ისინი კატარღაზე შეხვდნენ ერთმანეთს, ცალ-ცალკე გადმოვლენ. შენ ექიმი არ გაუშვა, ობოლაძეს მე ავიღვა. როგორ, მარტო ვაგიჭირდებათ? ჯგუფს დაელოდეთ. იქნება მაგის დრო. მოიტანე? როგორ? დაწყობს? არა? მოიცი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ? მოვილაპარაკეთ. ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ ფასები იცვლება. გესმის რას მიშვები? მესმის.
კადრებ ჩემ ფას. მოიცა შენ მიცნობი ვინა ვარ? მე? მოიფიქრე და ჩემზე უკეთეს ფეროს ვერ ნახავ. საღამოთი დამირეკე.
ობოლაძე! ობოლაძე, გესმის შემი? მესმის მოქალაქე უფროსო. დააგდე იარაღი. ჩემო ზაზა. როგორ გადამირჩი მაშინ გახსოვს? როგორ არ მახსოვს? მე ახლა მოვალ შენთან. და ჩამბარდები. ოხოლ და მიიღებ შუბ სიტყვიას. იმ უკანასკნელს რომ დაგჭა რა? ნუ სულელო. მე არ სულელო, ეს ვალია ჩემი.